68 წლის ასაკში მანანა მენაბდე სამოყვარულო კამერითა და აიფონით გადაღებული ფოტოების გამოფენას აწყობს. მანეკენი და სიცოცხლე, ტანგოს ლანდები, გრაფიკული და ფერწერული ფოტოები. ეს სერიები ავტორის ილუზიების ნაწილია. უბრალოდ ვიღებ არ შეგეშინდეთ. სამოცდაორვა წელი ზუსტად ის ასაკია, როდესაც ახალი პროფესია უნდა შეიძინო. მომღერალს, მხატვარს, მწერალსა და მსახიობს მანანა მენაბდეს თავისი არტისტული კონსტიტუცია აქვს. მაგალითად, არავითარი ლიტერატურა ფერწერაში და არავითარი ხელოვნური შუქი, დადგმული სიტუაცია ან კომპიუტერული დამუშავება ფოტოგრაფიაში. აინტერესებს ეს ფერთა მონაცვლეობა და თუ დავამუშავე უკვე იმას კარგავს, რაც უნდა გქონდეს. მანანა მენაბდემ პირველი ფოტოები დაახლოებით იმ დროს გადაიღო, როცა ეს სიმღერა ჩაწერა 70-იანებში. ფოტოგრაფიაში მას პროფესიული განათლება არასოდეს მიუღია. მრავალწლეულიანი პაუზის შემდეგ კი მარია გოლოვანივსკაიამ წიგნის გაფორმებას თხოვა. იმ 100 ფოტოს შემდეგ მანანა მენაბდე ახალმა არტისტულმა მედიამ გამოიწვია და ცოტა ხანში თანამოაზრეები გამოფენაზე მიიწვია. თბილისის ისტორიის მუზეუმში ხვალ იხსნება მისი ექსპოზიცია სახელწოდებით ილუზიები. იმიტომ რომ ილუზიებში ვართ საერთოდ ჩვენ. მანეკენები და სიცოცხლე მხოლოდ ერთი სერიაა ამ გამოფენაში. თვალსაჩინო მსგავსებით და სწორედ სიცოცხლის ილუზიებით, პლასტიკური თოჯინებისა და იმ ადამიანების სურათებში, რომლებსაც სახელი, გვარი და პირადი ნომრები აქვთ. ესეთი რამ დამემართა, რომ გადავედი ბერლინში საცხოვრებლად. დავინახე მანეკენი და მეგონა ცოცხალი ადამიანი, დავინახე ცოცხალი ადამიანი და მეგონა მანეკენი და ამიტომ ჩემს გამოფენაში ის ცოცხალი ადამიანები შერეულია იმ მანეკენებთან და სიცოცხლე დაკარგა ადამიანმა. ამის აღრევა მოხდა და ეს მაინტერესებს მე. მას ასევე აინტერესებს პორტრეტები, რისთვისაც მოდელებს არჩევს ასე. რაღაცა შინაგანი, რაღაცა ძალა უნდა გქონდეს, მაგალითად აუცილებელი არ არის რომ დადებითი იყოს ადამიანი. შეიძლება იყოს ადამიანი სრულიად უარყოფითი. მაგრამ ამას არ აქვს, იმიტომ რომ უარყოფითიც ენერგია. ენერგია სიცხოვროს გზაში გერმანიას, რუსეთსა და საქართველოს შორის. თან ისე რომ არც ერთ ქვეყანაში თავზე ჭერი არ გქონდეს, ამ ფოტოების ავტორი ხელოვნებაში პოულობს. არა საარსებო მინიმუმს, არამედ იმდენს, რომ ეყოს პარტნიორების დასამუხტად, სახელმწიფო დაწესებულებების დასაინტერესებლად და დამთვალიერებლის დასაინტრიგებლად. ყველა ფოტო დაბეჭდილია ზურაბ წერეთლის ფოტოსტუდიაში. გამოფენა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ეწყობა.